UEFA-ს გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშება არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ 12 სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 12 მასპინძელ ქალაქს შორის მოსახვედრად თბილისიც იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს 60 წლის გახდება და UEFA ამ თარიღს ორიგინალურად აღნიშნავს. ჩემპიონატი 12 ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება. აქცენტი იმ ქალაქებზეც გაკეთდება, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა აქამდე სხვადასხვა მიზეზებით არ შეეძლო. საკუთარი გადაწყვეტილება მიშელ პლატინიმ გააჟღერა. ჩვენი პრიორიტეტი ფეხბურთის განვითარება და მისი კიდევ უფრო მასობრიობაა. ეს პროექტი სწორედ ამ წამოწყებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მიუღწეველი არაფერია და უდიდესი საფეხბურთო დღესასწაული მათაც შეიძლება იწვიოს. ახლა ამ პროგრამის დახვეწაზე ვმუშაობთ. Euro 2000-ის სტრუქტურაზე განცხადება UEFA-ს გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ნიონში გამართულ კონგრესზე გააკეთა. გავითვალისწინებთ კრიტერიუმებს, თუ რის მიხედვით აირჩევა კანდიდატურები. გარკვეულ მიღწევებსა და სიმბოლიზმსაც გავითვალისწინებთ. რაც მთავარია, ამ იდეას ჯერჯერობით მხოლოდ მხარდამჭერები ჰყავს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. თუმცა ამ წამოწყებას ტრადიციის სახე არ ექნება. საქართველოს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა აზერბაიჯანთან ერთად სურდა, თუმცა ახლა ეს განაცხადი დღის წესრიგში პლატინის იდეის გამო აღარ დგას. თუმცა ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ თბილისი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებს შორის აუცილებლად ჩაერთვება. პირველი მოლაპარაკება 24 იანვარს ნიონში გაიმართება. თუ ეს არის მთელი ევროპის ზეიმი, მთელ ევროპაში უნდა იყოს და არა მარტო ვთქვათ ერთ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ იდეას თავიდან ბოლომდე უჭერთ ხარც და 24 იანვარს ამას დავაფიქსირებთ ნიონში. სტრუქტურა როგორი იქნება, რამე სიმბოლოები ექნება ამას, როგორ აირჩევა ეს ქალაქები. მთავარია რომ იდეას დაუჭირა მხარი 53-დან 52 ფედერაციამ. დანარჩენი უკვე როდესაც შედგება შეხვედრები პლატინის იდეა მოსწონს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს. ლევან ყიფიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძლობისთვის სათანადო გარანტიებსაც გასცემს. საკითხი ერთმნიშვნელოვნად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ერთ-ერთი ეტაპი იქნება თბილისში საქართველოში ჩატარებული. ჩვენ ამას რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ცნობილია, რომ პლატინის მოსაზრებას მხოლოდ თურქეთი ეწინააღმდეგება, რომელიც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უმთავრეს კანდიდატად ითვლებოდა. 24 იანვარს UEFA-ს შტაბინაში Euro 2020-ის მოსამზადებელ ეტაპზე ყველა ევროპული ქვეყნის ფედერაციების პრეზიდენტი შეიკრიბება.